5 პელენწუკობა, რომელიც ახალ წელს არ უნდა გააკეთო. აუცილებლად დავიწყოთ 12 საათზე ახალი წლის კონცერტზე ტაშფანდურით, სადაც მარკუს მეტრეველი გახკივის, საიდან ჩდება ბავშვის და შენც შენ შვილებთან ერთად -4 გრადუსში იყინები. წაიდედი სახში ვინეგრეტი ჭამე. მეორე პელენწუკობა მაგიდის ქვეშ შეძრომა და ყურძნის ჭამაა. თუ კი ბარდაჩოკი არ გაანძრიე და ტვინიც არ გიჭრის, ყურძენი კი არა მაგიდის ქვეშ სამჯერ რომ გაიკვანძო 2026-ში ჩტერბედად არჩები. ასე რომ გამოეთრიე სტოლიდან. ჩემებს ახალი წელი განსაკუთრებულად უყვართ და შეგიკინების შედეგად წელსაც მოუნდათ დამატებითი საახალწლო დეკორაციები. ხოდა ჰუალინგში წავიყვანე ბიბულუსის აუთლეტში, სადაც აუთლეტურ ფასებში გაზიდა დედაჩემმა ძედმაროზები და ყველაფერი რაც გაუსწორდა. რა ენაღვლება, დედას სიხარული და დედას ჭკუის კოლოფი ვიხდიდი. მიუხედავად იმისა, რომ ხან ფისის სურვილი მოვიმიზეზე და ხან კუჭის წყლული, 3 საათი ვერ გამოეტივნენ ბიბულუსიდან და ბოლოს სამგორის სამოთახიანის ძალაში საშობაო სოფელი მომიწყვეს. ახლა კი ვაგრძელებთ გოიმკობებს. პელენწუკობაში აუცილებლად უნდა გავიყვანოთ ხალადეცის ჭამა. ახალ წელს კი არა ამ ქონის თანთალა ძუნკალობას კორკოტობასაც არ შევჭამ. და ბოლოს ისიც ძალიან სოფლიჩობაა, ვითომ მაგრა რო კიდია ახალი წელი და თან გიკვირს ეს ხალხი რამ გადარია და რა არ მობეზრდათ ეს ვიშვიო მერი ქრისტმასები. ფრჩხილებზე რომ პელენწუკა იგრუშკები არ უნდა დაიხატო, მაგი უკვე ნათქვამი მაქვს. ასე რომ გამოიწერე გვერდი და შემპირდი რომ ახალი წლის აქსესუარებს ბიბლუსის აუთლეტში იყიდი.